ამერიკული ფარასასლი გამჭირვალობის კანონის ნაცვლად. დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მედიის კანონი. ქართულმა ოცნებამ დაანონსებული ინიციატივების განხორციელება დაიწყო. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მედია საშუალებების უცხოური დაფინანსება იზღუდება. ვინ დაადგენს ჟურნალისტის ობიექტურობას? -49 მანდატები გაუქმებულია. ვერ დაუშვოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია. მე-11 მოწვევის პარლამენტში 150-ის ნაცვლად 101 დეპუტატი რჩება. აღნიშნული პარლამენტის ლეგიტიმაციას აქვს ძალიან დიდი პრობლემა. შეეშვანა ჭვიანობას, ჩვენ ამ პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობთ. ბარიერ გადალახული ოპოზიციიდან პარლამენტის წევრის სტატუსს მხოლოდ გახარიას გუნდი ინარჩუნებს. ტაქტიკურად გადანაწყვეტდნენ, მოიტანენ მიზეზად, რომ ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია დარჩებიან და შემოვლენ პარლამენტში. ჩინეთიდან ევროპაში, ყაზახეთი და საქართველო ორმხრივ ვაჭრობას გააძლიერებენ. გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის. მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. რაზე შეთანხმდებიან ირაკლი კობახიძე და ყასიმ ჟომართ ტოკაევი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 5 თებერვალია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობის. ქართული ოცნება წინასწარ დაანონსებული ინიციატივების განხორციელებას იწყებს. მედიის ობიექტურობის დადგენა კანონით უნდა მოხდეს. კანონი განსაზღვრავს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებსაც. მხოლოდ ეს არ არის, იზღუდება მედიას საშუალებების უცხოური დაფინანსება. რა მოხდება ქართულ მედია ბაზარზე და ვინ ან რა ორგანიზაციამ უნდა განსაჯოს, ობიექტურია თუ არა ჟურნალისტური ნამუშევარი. მართველი პარტია დღეს დეტალებში არ შესულა, მხოლოდ ითქვა, რომ სტანდარტები ბრიტანული მოდელიდან დაკოპირდება. კიდევ ერთი ანალოგი გამჭირვალობის კანონის ნაცვლად საქართველოში ამერიკული ფარას ზუსტი ასლი შემოდის. ეს ბოლო 3 დღეში ქართული ოცნების უკვე 3 ინიციატივა ჯერ იყო გამოხატვისა და შეკრების გამკაცრების პაკეტი, უკვე დღეს უცხოური ჩარევისა და მედიის სიცრუისგან მოქალაქეების დაცვის ეგიდით დაანონსდა მედიის კანონი. დღესვე ითქვა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება შეიზღუდება საჯარო სექტორშიც უცხოური ჩარევა, მკაცრად გაკონტროლდება კიდევ ერთი კანონით, რომელიც შეცვლილი სახით უკვე მესამედ შევა საქართველოს პარლამენტში. ეს არის ამერიკული ფარა, იგივე უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც უფრო მკაცია ვიდრე საქართველოში გასულ წელს მიღებული გამჭირვალობის კანონი. როდის და როგორ იქცევა ინიციატივების ზოგადი მონახაზი, კანონება და რა შეფასებები მოყვა ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს, რომლებიც მმართველობის მეოთხე ვადას ახალი სტილით იწყებს. იზი ბურნაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. კანონპროექტები, რომლებიც კანონებად უნდა იქცეს, პარლამენტში უახლოესი 2 თვის განმავლობაში ეტაპობრივად დაინიცირდება. სიახლეების შესახებ, რომლის ჩამონათვალიც ვრცელია, დღეს ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და განმარტა მიზნებიც. მამუკა მდინარაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაინიცირდება ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი და ასლი საქართველოში, შესაბამისად, მოქმედი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი გაუქმდება. ქართული ოცნება დღის წესრიგში აყენებს კიდევ ერთ ინიციატივას და ეს შეხება მედიის შესახებ კანონსაც. მართლგუნდში განმარტავენ, რომ ეს კანონპროექტი მომზადდება ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად. სიახლეებს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. მართველი გუნდის ოპონენტებმა დღეს კრიტიკა არ დაიშურეს და აცხადებენ, რომ აი ამ ყველაფრის მიზანი არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო პარტიას, სადაც მიზნად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებენ. უნდა შევქმნათ მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართული ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა ვინმე სხვა. პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია. მართველი გუნდი ახალ კანონებს აანონსებს და მოტივსაც განმარტავს. სახელმწიფოს ეფექტიანი მართვა. სახელმწიფო პარტია ახალ რეგულაციებს მომდევნო 2 თვის განმავლობაში დააინიცირებს. ჩამონათვალშია უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი ჩაანაცვლებს და
ახალი მოქმედს გააუქმებს. ამერიკული კანონი გამონაკლისი არ იქნება. დღის წესრიგში დადგება მედიის კანონი, რომელიც ქართული ოცნების განცხადებით ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მომზადდება. კიდევ ერთმა სიახლემ კი საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებელის მიღება უნდა შეზღუდოს. აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება, ეს იქნება პირდაპირ თუ ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგის დაფინანსებაზეც არის საუბარი, ვიზიტი თუ ასე შემდეგ. დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს. დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო ფარას მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა. რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ. ყველაზე მდიდარ და გარედაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას. პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც რჩება ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში. სახელისუფლებო პარტიის ახალ ინიციატივებს ოპოზიცია კრიტიკით გამოეხმაურა. მმართველი გუნდის ოპონენტები გამჭვირვალობას მიესალმებიან, თუმცა ფარას ამერიკულ მოდელზე კონკრეტული საუბარი მაინც არ სურთ. მიზეზად კი ამბობენ, რომ კანონის მოტივი მათთვის უცნობია. ახლა ეს ახალი ინიციატივა, რომელიც მეც სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე, არის თავისუფალი საქართველოს მოკვლა, საქართველოს იზოლირება ცივილიზებული მსოფლიოდან. ვერ გავაკეთებ კომენტარს კანონზე, რომლის შინაარსიც ან მოტივაციაც არ ვიცი. მე ზოგადად მივესალმები გამჭვირვალეობის ნებისმიერ სტანდარტს. უნდა ვილაპარაკო ხა ფარაზე, როცა არის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები. ყველაფერი რასაც ისინი წარადგენენ ხა ქართული ოცნება, არ ემსახურება არაფერს ღირებულს დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ემსახურება ან საზოგადოების მოტყუებას ერთი, ან ისევ რომ ვისაუბროთ და ვიდისკუსიოთ თემაზე, რომელიც არ არის დღეს მნიშვნელოვანი. კანონები, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა განამტკიცოს. საპარლამენტო უმრავლესობა ახალი რეგულაციების მიზნებზე საუბრობს. მოჰყავთ მაგალითები მსოფლიო პრაქტიკიდანაც. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მაშინ როცა არაერთი ქვეყანა დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვის, მედიის შესახებ ახალი კანონი პრობლემას დაარეგულირებს. აქცენტი კეთდება უცხოური გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონზე და იმ განცხადებებზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კეთდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის მაღალი სტანდარტი. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის, ამერიკის მთელი სოფლიო სამოცანა არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მედიის შესახებ კანონში ცვლილებები მოგცემს საშუალებას, რომ მედია ორგანიზაციები თავისუფალი იყვნენ გარკვეული გავლენებისგან. თუ ეს კანონი კარგია და დემოკრატიულია მოქმედებს ამერიკაში, რატო უნდა იყოს ცუდი საქართველოში? შესაბამისად ამერიკულ კანონზე ვეღარავინ ვეღარ იტყვის, რომ ის არ არის ამერიკული. რაც შეეხება ფანატიკოსებს, მათი დრო დასრულდა, პარლამენტშიც 12-ის გარდა აღარ დარჩნენ და ქუჩაშიც აღარავინ მხარს აღარ უჭერდა. რეალურად ვინც აზროვნებს, წაიკითხავს, ნახავს, რომ ეს ამერიკაში მოქმედებს და ეს კარგად იმოქმედებს ასევე საქართველოში. მმართველი გუნდი კიდევ ერთ პრიორიტეტად არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას აცხადებს. დღის წესრიგში დადგება ანტინარკოტიკული პოლიტიკაც. შესაბამისად კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც გამკაცრდება. გავამკაცრებთ
ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე, ბუნებრივია ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება. ასევე მათი უფლებების განუხრელი დაცვით პარალელურად გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც. აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად. კანონპროექტები, რომელიც კანონად საკანონმდებლო ორგანოში უნდა იქცეს, უახლოეს პერიოდში დაინიცირდება. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ რეგულაციები საკანონმდებლო ხარვეზებს აღმოფხრის და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას სახელმწიფო მართვის ყველა შესაბამის ბერგეთს მისცემს. საკითხს დღეს ყაზახეთიდან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი განაცხადია ის, რომ საქართველოში ფარას ანალოგი კანონპროექტი დაინიცირდება. ირაკლი ყობახიძემ ასევე ისაუბრა მედიის შესახებ კანონზეც და თქვა, რომ ეს პროცესი და თავად კანონპროექტი სრულად იქნება დაფუძნებული ბრიტანულ მოდელზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანა ეფექტიანად უნდა იმართებოდეს. დღეს მართლმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს. აქ საუბარია როგორც ამერიკული ფარას ასლის დაინიცირებაზე, ასევე შეეხება საკითხი მედიის შესახებ კანონმდებლობა, სადაც რა თქმა უნდა იქნება გაწერილი ობიექტურობის სტანდარტები, რასაც ისაუბრა დღეს უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ეთიკური სტანდარტები, იქნება არსებითად ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული ეს ყველაფერი, ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები, როგორც არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, ასე შემდეგ. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, ეს იყო თავსმოხვეული ხარვეზები და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, საზოგადოების წინაშე, რომ ეს თავსმოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას, ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიცირდება, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტში. ინიციატივები გაჟღერებულია, სიახლეებზე მუშაობა სახელისუფლებო პარტია უახლოეს მომავალში დაიწყებს. მადლობა იზი ბურნაძე საუბრობდა ქართული ოცნების ახალ ინიციატივებზე და კანონებზე, რომელიც უნდა გამკაცრდეს. ქართულ ოცნებას კანონების მიღებისას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ოპონირებას დღემდე არავინ უწევდა, უკვე დღეიდან კი ფაქტობრივად ვერავინ გაუწევს. -49 ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან 3-ის დეპუტაციას უფლებამოსილება შეუწყდა. მათ ნოემბერში თავად დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების უადამდე შეწყვეტის შესახებ, თუმცა მათ ნაწილს ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში 16 ყოფილმა ნაციონალებმა გვარამია მელიას კოალიციის სახით 19, ხოლო ყოფილი ბანკირების პარტიამ ლელომ 14 მანდატი დაკარგეს. სამივე ბარიერგადალახულ პარტიას მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარლამენტში მოხვედრის თეორიული შანსიც კი აღარ აქვს. სამივეს ჩახსნილი აქვს სათადარიგო საარჩევნო სიები, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატ გაუქმებული კოლეგების ნაცვლად საარჩევნო სიებიდან ვერც ერთი ადგილმონაცვლე ვერ შევა. ოპოზიციიდან პარლამენტის წევრის სტატუსს მხოლოდ გახარიას გუნდი ინარჩუნებს, რომელიც არც საკანონმდებლო ორგანოში შედის, მაგრამ არც სიებს ხსნის და არც მანდატის გაუქმებას ითხოვს. ამრიგად 150-ის ნაცვლად საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში 101 დეპუტატი რჩება.
მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეიდან ოფიციალურად 49 დეპუტატით ნაკლებია. საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო სხდომა 3 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობით გაიხსნა. ოპოზიციის უმრავლესობისთვის მანდატების გაუქმება სესიაზე დამსწრეთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ის ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, მიიღებს ყოველთვის სამართლიან კონსტიტუციურ კანონიერ პასუხს ამაზე. ვერ დაუშვებთ ჩვენ ქართული ხალხის სახელით, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით. ვიცით რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ისინი ამას ვერ ახერხებენ. ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დაუშვით, როგორც წინა შემთხვევაში ეს გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ და ნაცი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას. ერთობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებებია, რომლებსაც სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ. მანდატების გაუქმებაზე საკანონმდებლო ორგანოს თავადვე მიმართეს, თუმცა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მაინც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ დრომდე მე-11 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით ირიცხება, გიორგი გახარიას გუნდია. პარლამენტისთვის მათ ამ დრომდე არ მიუმართავთ. მუდმივი რაღაც დიფერენცირება, რასაც ცდილობს გახარია ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არის ყოველად გაუმართლებელი და თუ უახლოეს მომავალში ისინი კვლავ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მიმართონ პარლამენტს, ჩემი აზრით, გაუმართლებელზე უფრო სხვა შეფასებებიც ალბათ იქნება დღის წესრიგში. ჯობდა ალბათ რომ ყველას ერთნაირად მიგვემართა, მაგრამ არ მგონია რომ ამ პარლამენტმა რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია მიიღოს ოდესმე. ვერანაირი ინსტრუმენტი და ბერკეტი ზეწოლად ვერ გამოადგება ქართულ ოცნებას. თუნდაც ეს იყოს ადამიანების დაკავება, დაპატიმრება. 3 ოპოზიციური გაერთიანებისგან დისტანცირებას გახარიას გუნდი მათ მიერ შერჩეული ტაქტიკით ხსნის. ამბობენ, რომ ფუნდამენტურ საკითხებში სხვა პარტიების მიდგომებს იზიარებენ, თუმცა მანდატების გაუქმებაზე პარლამენტისთვის მიმართვის საკითხში სტრატეგია განსხვავებული აქვთ. გახარია საქართველოსთვის წევრებს მე-11 მოწვევაში 12 მანდატი აქვთ. შეეშვანე ჭვიანობას, ჩვენ ამ პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობთ, პოლიტიკური ტაქტიკა არის განსხვავებული, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ამ გეგმას მიუყვებით. გიორგი გახარიას გუნდის არჩევანი საპარლამენტო უმრავლესობას არ გაკვირვებია. მართო პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ისინი არ წერენ განცხადებებს, მიუხედავად იმისა, რომ არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, ალბათ უკვე მოიტანენ მიზეზად, რომ ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია დარჩებიან და შემოვლენ პარლამენტში. მათ ჩვევიათ, რომ საჭირო მომენტში მათთვის სასარგებლო ტაქტიკა მოიშველიონ. 3 პოლიტიკური ძალისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში ახალი საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნება და ის ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. ევროპელი სოციალისტების ბაზაზე შექმნილი ჯგუფის წევრები ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი იქნებიან. ჩვენი მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე. რატომ მიიღო პარლამენტმა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს? ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა განმარტა ირაკლი კობახიძის განცხადებით. ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება ადრეც შეეძლოთ, თუმცა კონკრეტულ ძალებს დაფიქრების შესაძლებლობა მისცეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საბოტაჟი ვერ დაკანონდება და პარლამენტმა ამ კუთხით უალტერნატივო გადაწყვეტილება მიიღო. მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერში შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს რომ მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, ეგრეთ წოდებულ deep states, გლობალურ რომის პარტიას, თუმცა მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება, არ შეიძლება ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი. პარლამენტში არ არის არც ერთი ნაცის ადგილი, თუმცა 12 ნაცი რჩება ჯერჯერობით პარლამენტში. ნახოთ, გახარიას პარტიას არ დაუწერია განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე.
დავილოდებით მოვლენების განვითარება. თუ გაცდენენ ამ სესიის სხდომების ნახევარზე მეც, აქაც იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. მართველი გუნდი ოპონენტებს შეახსენებს, რომ საპარლამენტო საქმიანობა პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და თუ ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ამისთვის პოლიტიკური ფასიც უნდა გადაიხადონ. პარიერი გადალახული ოპოზიციის გარეშე დარჩენილი მე-11 მოწვევის პარლამენტი ქართული ოცნების ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დაპატიმრებული და მოშიმშილი მზია ამაღლობელის საქმე. ქართული დელეგაციის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა და თბილისის მოლოდინი თეთრსახში მეორე დაბრუნებული დონალდ ტრამპისგან. ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემებით ხსნის ღამის კურიერი ახალ სეზონს თინო შუბლაძის კითხვებს პოლიტიკურ თოქ-შოუში პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სტრასბურგში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი უპასუხებს და ელოდეთ ღამის კურიერს გადაცემა კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება. საგარეო პოლიტიკა ფსონი დადებულია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე და რეგიონში ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, რამაც საქართველოს მნიშვნელობა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს. ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის გამტარ უნარიანობამ 2 წელიწადში 10 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს. თურქეთთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად ტრანსკასპიურ სატრანზიტო მარშრუტში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ყაზახეთიც, სადაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ირაკლი კობახიძისა და ყასიმ-ჟომართ ტოკაევის პირისპირ შეხვედრა ხვალ შედგება. ასტანა და თბილისი ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, ციფრული ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური თანამშრომლობის მასშტაბებს ზრდიან. შუა დერეფნის საგზაო რუკას საქართველომ თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად ხელი ჯერ კიდევ 3 წლის წინ მოაწერა. ყაზახეთი რიგით მერვეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო ბრუნვა აქვს. 2024 წელს იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ კი ქვეყნებს შორის 922 მილიონი დოლარი შეადგინა. ორი ქვეყნის პრემიერებმა დღეს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ყაზახური ინვესტიციით ფოთის პორტში ახალი მულტიმოდელური ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. საუბარი მიდის ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის მილსადენში ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდაზეც. უფრო მეც ორ ქვეყანას შორის დაგეგმილ სტრატეგიულ ეკონომიკურ პროექტებზე და დღეს გამართულ შეხვედრებზე ნანა გოგატაძე ისაუბრებს, რომელიც ასტანიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. პირველი ოფიციალური ვიზიტი და პირველი ოფიციალური გზავნილები ყაზახეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მთავრობის მეთაურს დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა. ყაზახმა კოლეგამ გაიმართა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. პოლიტიკა, ეკონომიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, ყველა ის ძირითადი მიმართულებები იქნა განხილული, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. ბუნებრივია, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყაზახეთის პარტნიორობაზე და ამ პარტნიორობის გაღრმავების გზებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს მხარეებმა განიხილეს შეხვედრაზე, იყო შუა დერეფნის პროექტი, რომელიც როგორც ითქვა, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონის მასშტაბით. ამ კუთხით კი საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა და გაცხადებული პოლიტიკა, რომ დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და იქცეს ციფრულ ხაბად. ყაზახეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ასტანაში სამთავრობო რეზიდენციაში შედგა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში საუბარი რამდენიმე საათი გაგრძელდა. შუა დერეფნის პროექტი, ინვესტიციების ზრდა და ტურიზმის განვითარება. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ირაკლი კობახიძემ და ოლჟას ბექტენოვმა ისაუბრეს. მხარეებს შორის ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავდება. ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან პარტნიორი ქვეყნების ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად ქცევის ინიციატივაც განიხილა. ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიერებისთვის. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში, ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგროსასურსათო სექტორში. ყაზახეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება. შესაბამისად, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო, საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპის და საპირისპირო მიმართულებით. მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის.
ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. თავის მხრივ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. აღნიშნა, რომ საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ითქვა ისიც, რომ რეგიონული დაკავშირებადობის პროექტში საქართველო ერთ-ერთი საკვანძო როლის მატარებელი ქვეყანაა. გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპისა და ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმის ფარგლებში. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთში სამთავრობო დელეგაციაც ახლავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრებს მთავრობის წევრებიც ესწრებიან. საქართველოს აქვს გაცხადებული პრიორიტეტი, რომ შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთის და დასავლეთის შორის დაკავშირებადობის კუთხით და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც არიან, ასე ვთქვათ, ძირითადი მონაწილეობის სწორედ ამ მიმართულებით დაკავშირებადობის პროექტებში. ჩვენ შეხვედრაზე დავფარეთ ფაქტიურად ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა ვაჭრობას. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა საინვესტიციო მიმართულებით და მართლაც საქართველოში ყაზახეთიდან წლების განმავლობაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებზე და საინვესტიციო პროექტებზე მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია ყაზახურ მხარესთან. მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის საკითხებიც განიხილეს. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ინდივიდუალური გამოცდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და მომავალში დაგეგმილ პროექტებზეც იმსჯელეს. ზუსტად ასეთი ტიპის ურთიერთობები აძლიერებს კიდევ უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას გააჩნია და ზუსტად ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრების. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, ბოლო ასე ვთქვათ, მიღწევები იქნა გაზიარებული იმ მიმართულებით, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოდერნიზაციას ეხება. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ასე ვთქვათ, ძალიან დადებითად შეფასდა. პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ასტანაში ხვალ გაგრძელდება. ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ ჟომართ ტოყაევს შეხვდება. საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის პირველი დღე ოფიციალური შეხვედრები უკვე დასრულებულია. დღეს ირაკლი კობახიძე შეხვდა ყაზახ კოლეგას, ხვალ ასევე დაგეგმილია მაღალი დოლის შეხვედრები, ხვალ უკვე საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ ტოკაევი უმასპინძლებს. მადლობა, ეს იყო ნანა გოგოტაძე და ჩვენი პირდაპირ ჩართვა ასტანიდან. ამასობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული კიდევ 7 პირის პროცესი დაასრულდა. 8 პირს გამოძიება თბილისი მოლთან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებოდა და მათ მიმართ 5,000 ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ადვოკატები ბრალდების შუამდგომლობას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. რა გადაწყვეტილება გამოიტანა რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ და როგორია მხარეების პოზიციები, ნათია მღებრიშვილი მოგუყვება. 8 პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად გამოყენებული იქნა საპატიმრო გირაო 5,000 ლარიანი 5,000 ლარის ოდენობით. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ეს წუთია დაასრულა მოსამართლემ თათბირი და გამოცხადა ეს გადაწყვეტილება. თუმცა მანამდე სანამ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა, ბრალდებულებმა სიტყვის უფლებით ისარგებლეს. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. სადამდე უნდა გაგდებდეს, ამას უნდა ქონდეს სადღაც ბოლო.
ვინმეც აქვს იმის ილუზია, რომ დღეს რო ჩვენ დავიწერეთ, ხვალ 10-მდენი ადამიანი არ გამოვა. ეს არ დასრულდება ესე. ეს ზამბარა, რომელსაც თქვენ წელავთ და ზამბარას ერთი გზა, როგორც ხელს გაუშვეს, ის უკან გიბრუნდება და ხდება შენ. ამაზე დაფიქრებული ხართ, რომ ამას რასაც ეხლა თქვენ კონვერულად აკეთებთ. ამას შედეგი ვერ ექნება. მოკლედ ავეთანხმებით პროკურორის მიერ სამართლებრივ მიაყენეთ თავს დანაშაული. ჩამიდენია ცდილება განსაზღვრა მედალურია მკვლელობა ჩემს წინაშე ასეთი საქმე პოლიტიკური მიზნით ნაზარები და პოლიტიკის ვაფლიო თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის დანაშაული თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი ისტორია. რაც შეეხება სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, დღეს ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებდა აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო საპატიმრო გირაო და ამის აუცილებლობაზე საუბრობდა, ასევე პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. ბრალდების მხარე ამბობს, რომ გამოძიებამ მოიპოვა მყარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ 8-ვე დაკავებულმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. დაცვის მხარე ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და ადვოკატები ითხოვდნენ, რომ დაკავებულები ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენილიყვნენ. თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების საქმეზე მმართველ გუნდში დღესაც გაკეთდა კომენტარები. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულებმა კარგად იცოდნენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდნენ, თუმცა მაინც ჩაიდინეს, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ. უმრავლესობის წევრების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს და გააფრთხილეს, რომ ეს ისჯებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით. დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სადაც მითითებული იყო იქ კონკრეტული მუხლები, პუნქტები და ნებისმიერი მოქალაქისთვის ძალიან იოლი იყო იმისი გარკვევა, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ხო, კონკრეტულად ამ მაგისტრალის გადაკეტვა, თუმცა სამწუხაროდ, ხო, ეხლა ვინც აქტივისტები არიან პირდაპირ კოლექტიური ნაცმოძრაობის, ნუ გვესმის ისინი, რასაც დაავალებენ, ის უნდა შეასრულონ, ხო? მაგრამ იქ თუ იყო ისეთი მოქალაქეც მისული, რიგითი მოქალაქე, რომელიც საერთოდ არ არის ამ პარტიის წევრი, ხო? ისინი შეცდომაში სპეციალურად შეიყვანეს, ვინაიდან ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მათ არ წმუნებდნენ, რომ არა ეს ყველაფერი დაშვებული იყო და სამამისად ისინი ძალით, ასე ვთქვათ, იმას უკეთებდნენ პროვოცირებას, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები აღმოჩენილი იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად, რომ კიდევ მეტი რაღაცა აჟიოტაჟი შემოეტანათ საზოგადოებას. ის რომ მიდის სისხლის სამართლის დანაშაულზე, მას შემდეგ აღარ უნდა უჩნდებოდეს კითხვა თუ რატომ იქნა იგი დაკავებული. ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაში არის შეტანილი, ისჯება სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, ნურავის თუ გაუკვირდება, თუ კი ამ წესის დარღვევის გამო მათ მიმართ შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი ღონისძიება იქნება გატარებული. არავისთვის ინდულგენციას არ წარმოადგენს, იქნებიან ეს პარლამენტის წევრები, იქნებიან ეს რადიკალი ოპოზიციონერების ცნობადი სახეები, რომ მათი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იქნება უგულებელყოფილი და არ დაისჯება სათანადო წესით. განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტების ბლოკირების მცდელობის საქმეზე 8 დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მადლობა, ნათი ამღებრიშვილი საუბრობდა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად გიგი უგულავა და კიდევ 7 დაკავებული პირი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლებიან საპატიმროდან.
ჟურნალისტ ზია ამაღლობელს, რომელიც 25 დღეა შიმშილობს, მეორე დღეა კლინიკა ვივამედში კვლევებს უტარებენ. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ, თუმცა პატიმარ პაციენტს აღნიშნება წონის კლება. ამიტომ შემდგომი გართულებების თავიდან არიდების გამო მას თერაპიული ღონისძიებები უტარდება. ვივამედი ზია ამაღლობელისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებასაც აპირებს, რის შემდეგაც გადაწყდება, რა ტიპის მკურნალობა უნდა დაუნიშნონ პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, რომელიც არ აპირებს შიმშილობას. ზია ამაღლობელის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჟურნალისტი ყველა სამედიცინო манипуляციის ჩატარების შემდეგ კვლავ საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს. ადვოკატმა საზოგადოებას დღეს ამაღლობელის კიდევ ერთი სურვილი გადასცა, მათ ვინც სოლიდარობის ნიშნად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს, მედია მენეჯერი პროტესტის რადიკალური ფორმის შეწყვეტას თხოვს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთი ჟურნალისტ თავის მხრივ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ოპოზიციის ნაწილი ქართული ოცნება კი კვლავ თავის პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ შიმშილობა პატიმრის გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. არის ზონის კლება, კონკრეტულ სიმს მე ვერ დაგისახელებ, დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია. ვივამედში გადაყვანილი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ზია ამაღლობელს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ლაბორატორიულ ინსტრუმენტული კვლევები, რამაც დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა გააჩინა. ვივამედში ბათუმელების დამფუძნებელს სავარაუდოდ ამ კვლევების დასრულებამ დატოვებენ. კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი დიაგნოზიდან გამომდინარე შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით დაეწყო დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მან თანხმობა განაცხადა ამაზე. ზია ამაღლობელი სტაციონარის პირობებში მკურნალობის ჩატარებას დათანხმდა, თუმცა ითხოვს, რომ გამოკვლევების დასრულების შემდეგ ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. ჟურნალისტის ეს სურვილი მისმა ინტერესების დამცველმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გაახმოვანა. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს, აცხადებს ისევ, რომ აგზელებს ბრძოლას იმით რითიც შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ ესეთ ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ისევ აცხადებს იმას, რომ შიმშილობს არა მარტო თავის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმარისთვის და ასევე ერთი თხოვნა, რაც გადმოცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვეტოს შიმშილობა. ჟურნალისტი თანხმობას რომ აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე, ამას ადასტურებს უწყებაც. სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეულ მედია საშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ბრალდებული ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორულ ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად. განუმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი. მოშიმშილე ჟურნალისტის ვივამედში გადაყვანა შეაფასეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. ხელისუფლების ოპონენტები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. საპირისპირო შეფასებები ისმის მმართველი გუნდიდან. მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ეს თავსებადი იყოს შიმშილობასთან, რომელიც ძალიან დიდ და სტრუქტურულ დარტყმას აღემებს ნებისმიერ ადამიანის ჯანმრთელობას. მე პირადად ასევე ვისურვებდი და ვთხოვ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. არავის ინტერესში არ არის, რომ პატიმარმა იშიმშილოს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ეხლა რამდენი მოქალაქე აღმართავს ხელს პოლიციის წინააღმდეგ და მერე იტყვის, რომ ვიშიმშილებ, მანამ სანამ არ გამანთავისუფლებთო, ბუნებრივია, რომ ამაზე ვერ წავა სახელმწიფო, იმიტომ რომ ასე ჩამოიშლება. პატიმარი ჟურნალისტის საქმესა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა ყაზახეთში ვიზიტად მყოფმა ირაკლი კობახიძემ. სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, და ამ შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური. მე მაქვს ასევე კონკრეტულად ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გამოკვლევები ჩატარდა. ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 25 დღეა, რაც შიმშილობს. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ის კლინიკა ვივამედში გუშინ გადაიყვანეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. 3 თვის განმავლობაში კომისია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს, თუმცა ქართული ოცნების ინფორმაციით რეგლამენტის გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში მისი ვადა კიდევ 3 თვით გაგრძელდება. შემდეგი 3 დღის განმავლობაში საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და კვოტებს განსაზღვრავს. რეგლამენტის თანახმად საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციაზე მეტი არ შეიძლება იყოს. ამიტომ ოპოზიციის სტატუსით ხალხის ძალა და პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტები ჩაერთვებიან. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლივ საკითხად განისაზღვროს 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით. აქვე მეგობრებო, მინდა განვარტო, რომ თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ასევე ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის. ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ეს ქმედებები ემსახურება ორ მიზანს, რომელიც გულისხმობს 2012 წლის შემდგომ ნაციონალური მოძრაობის როგორც მთავარი ანტიიმპერიალისტური ცენტრის განეიტრალებას და განადგურებას და მეორე, რა თქმა უნდა, როდესაც სახეზე გვაქვს არადემოკრატიული წამების ყოველდღიური ფაქტები და სისტემური ხასიათი, აი იმის მაგალითად, რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე იყო საუბარი 20 და 15 წელს წინანდელ ამბებით სურს, რომ საქართველოს საზოგადოებას, ასე ვთქვათ, დააბოლოს თავის პროპაგანდით. ჩვენ უნდა დავებრუნოთ ბოლომდე ჩვენი ქვეყანა ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი კრიმინალს დაერქვას კრიმინალი უცხოელ აგენტს დაერქვას უცხოელი აგენტი და ასე შემდეგ. ამისათვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმ დანაშაულების სისტემური დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოძიება, რომელიც ჩადენილი იქნა 9 წლის განმავლობაში იმ აგენტურული რეჟიმის მიერ, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში. რეალურად, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ჭირდება ჩაღრმავება იმისათვის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი იმისათვის, რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც ჩვენ გვახსოვს ასე მძიმედ 2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე და ეს იყო გარედან მართული სისხლიანი რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის მილიარდობით დოლარის გაყინვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში უკვე მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური კრიზისი. შედეგად მათი ნაწილი პოლიტიკური სცენიდან გაქრა. მესამე სექტორის მხრიდან პოლიტიკური აქტივობების შემცირებას ხელისუფლება USAID-ის პარალიზებას უკავშირებს და თვლის, რომ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი უკვე მოიტანა. უცხოური გრანტების გაჩერების გამო ფინანსური პრობლემები არაერთ NGO-ს შეექმნა. მათ შორის არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია იმავე სოულაბი. ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან არსებობს, ახლა სოციალურ ქსელში დონაციას ითხოვს. ჩვენ ხედავთ ბატონ გიორგი კანდელაკი როგორ იხვეწება ფაქტობრივად, რომ რაღაცა თანხები ჩაურიცხონ. არასამთავრობო ორგანიზაცია სოულაბის მიერ დონაციის თხოვნის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ქართულ არასამთავრობო სექტორს მწვავე ფინანსური კრიზისი დაეწყო. მიზეზი კანონმდებლების აზრით USAID-ის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომები და სააგენტოსთვის ტრანშების გაცემის უფლების შეჩერებაა. პოლიტიკოსების თქმით, სააგენტოს ფინანსების გარეშე აშკარაა, რომ მესამე სექტორი პოლიტიკურ სცენაზე ვეღარ აქტიურობს. ჩვეულებრივად ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, წარმონაქმნ NGO-ს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ეხლა სტრასბურგში იგი იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად, მანამდე ხელს უშლიდა ჩვენ ქვეყანას იმასთან დაკავშირებით, რომ უვიზო მიმოსვლა გაგვეფორმებინა ევროკავშირთან, შემდეგ გუშლიდა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი აგვეყო. ორგანიზაციას რომ ფინანსური პრობლემები აქვს, ამას სოულაბის დამფუძნებელი ადასტურებს. გიორგი კანდელაკის თქმით, მოსახლეობას დახმარებას საბჭოთა არქივებზე წვდომისა და კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფისთვის თხოვს. ჩვენ განცხადებაში ეწერა ყველაფერი აუმწურავთ, მე ასე ვფიქრობ, მათ შორის იმან, რომ არქივებია დაკეტილი და ბევრი სხვა მიზეზი. რთული ვითარებაა და გვიჭირს ფუნქციონირება.
სოვლაბის პროექტების მენეჯერის გულწრფელობის საპარლამენტო უმრავლესობაში არ სჯერათ. ამბობენ, რომ სოვლაბის მსგავსად სხვა NGO-ებიც რეალურად თანხებს ქვეყანაში დესტაბილიზაციური პროცესების წახალისებისთვის იყენებდნენ. შეუწყდა დაფინანსება 3 თვის მერეც დიდი ალბათობით ამათი დაფინანსება არ იქნება, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს ტრამპიც, რუბიოც და მასკიც, რომ USAID-ის დახმარებების აბსოლუტური უმრავლესობა მიედინებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, რაც არ არის ამერიკის მიზანი. რატომ შემცირდა მიმდინარე პროცესებში NGO-ების აქტიურობა? ამ კითხვას დღეს არასამთავრობოებმა არ უპასუხეს. მათი პოზიციის დაცვა კი ხელისუფლების ოპონენტებს მოუხდათ. ახლა უკვე ახალ ფაზას ხედავთ ამ კონსპირაციების, რაც USAID-ს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ USAID-ის პროგრამა სამითით გაჩერებულია, მას ხელმძღვანელობს მარკ რუბიო და არანაირი დამამტკიცებელი საბუთი რევოლუციების მოწყობის არ გააჩნია არავის. საქართველოს ისტორიას რო შეისწავლდნენ ამაზე, რომ აკეთებდნენ ლექციებს, ატარებდნენ, ქმნიდნენ ბროშურებს, წიგნებს, ამაში თუ ეხმარებდა USAID, ესაა პრობლემა. პროექტები, რომლებიც დაწყებული ქონდათ, რომელშიც სული აქვს ჩადებული, იმის გაგრძელება უნდა. არასამთავრობოების შემცირებულ აქტივობებსა და სოვლაბის მოთხოვნას დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ შტატებში USAID-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ მას საქართველოში ნაციონალური მოძრაობის იდეურ მოკავშირეებზეც ნეგატიური გავლენა ექნება. ეს არის ალბათ რა თქმა უნდა ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გამოთქმული სურვილი იყო, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არა მხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ ასევე შესაბამისი NGO-ებიც და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. უკვე რამდენიმე დღეა ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის პროგრამებს მკაცრად აკრიტიკებს. სააგენტო ამ დროისთვის დროებით შეჩერებულია და არც ისაა გამორიცხული, რომ მან 64 წლიანი არსებობა სწორედ 2025 წელს შეწყვიტოს. აიძულებდნენ მეძაობას, უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ძალავდნენ ფულს და არაძლევდნენ საკვების მიღების საშუალებასაც კი სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდები თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ. ფიზიკური ანგარიშწორების შიშით მსხვერპლი იძულებული იყო მთელი დღის განმავლობაში სექსუალური მომსახურება არაერთი კლიენტისთვის გაეწია. საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების. ირკვევა, რომ საკმარისი თანხის არ ქონის გამო შეშიმულ ქალი ბრალდებულმა ლევან აბულაძემ სასაფლაოზე აიყვანა და სასტიკად სცემა. საქმის მთავარი ფიგურანტია მისი მეუღლე ხათუნა აბულაძე, რომელსაც ქმარი ძალადობის შემდეგ ანგარიშს ტელეფონით აბარებდა. დღეს და გაანულო ყველაფერი ძრიანი კალიცოს ფული და გაანულო მეთქი გიხარი თორე ამომივა ყელში და მაგრად ხალი რომელიც ფარულ სატელეფონო ჩანაწერში თანამოსაუბრეს ემუქრება კურიერის ინფორმაციით 48 წლის ხათუნა აბულაძეა. ის ქმართან ლევან აბულაძესთან ერთად პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აიძულებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ამ გზით გამომუშავებულ თანხას კი ცოლ-ქმარი სრულად ეუფლებოდა. მეტის სარგებლის მიღების მიზნით ქალს დღის განმავლობაში საკვების მიღებასაც კი უკრძალავდნენ. დაცინებულმა კატეგორია იმას შეერჩა. მიუხედავ საქმეს ორცილარი სტაჟი რო ავიდეთ ის რა ქვია დავიბანო ყავა დავლიოთ მალე ჩარიცხე მალე მიხედე გეუბნების საქმეს თორე დილით ხო იცი რაც მოგივა დაბანვის გამო შეპიდა და ყავის გამო სახში გინდა არა აწახვიდე ხო შენ მოგი დედის კი ასიანი კლიენტი ახსახში რო დახვიდე ხო დედის მიხედე საქმეს ჩემი დედა ძალიან მაგრა დაიპი გაანძრიე შენი ბინძური სექსუალური ექსპლუატაციის ადგილი მტკვრის მარცხენა სანაპიროა. 40 წლის მსხვერპლი აქ თითქმის ყოველდღიურად გამოდიოდა და სხვადასხვა მამაკაცთან სექსუალური მომსახურეობით გამომუშავებულ თანხას ტრეფიკიორებს სრულად ურიცხავდა. ამავე ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ დაწესებულებებში მსხვერპლს კარგად იცნობენ, თუმცა ძალადობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს შეიტყვეს. საქმეთა სამინისტროს საიტზე დაიდო და საიტი არის, ეს ჩვენი ადგილი იმავსკები. არ ვიცი ეხა მაგათთან მე ვაფშე არ საქმემად. ბრალდებულები მსხვერპლზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ. საქმის მასალებით დგინდება, რომ საკმარისი თანხის არარსებობის გამო ლევან აბულაძემ დაზარალებული სასაფლაოს ტერიტორიაზე წაიყვანა და სასტიკად სცემა.
სასაფლაოზე ავიყვანეს ამდამტოვო გეხვეწები ამდამტოვო ბოლო აი და ახალ ყველაფერს ვიზავ გეხვეწები გემუტანები ხოდა წამოვიყვანე მე მანდაც კარგად მიიღო თავში ერთი აი 8 ჯერ მაინც დავადე თავში მე ეხლა მანქანაშიც მიიღო თავში კურიერი დღეს გლნანში აბულაძეების საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა მეზობლები ადასტურებენ რომ პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა რის შემდეგაც ცოლის სახლიდან ქმარი კი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს ცოლი წაიყვანეს და ქმარი ქვემოდან მე მგონი და რასა დავებია თუ გუშინ წირა არა საქმიანობდნენ რა პროფესია არაფერს არ საქმიანობდნენ 24 სახლში იყვნენ და როგორც ახლა ტელევიზიიდან გავიგეთ ტრეფინგი ჩუმად შეაპარებდნენ გამოაპარებდა ხოლმე რომ ის ჩვენ ვერ ხედავდით მაგრამ რა იყო და რაღაცა ახლა ყურმოყრით ვიცოდით რომ სადღაც ხიდის თავში იდგა ის მეორე ამოიყვანა აქ ყავდათ 2 დღე რა სჭირდა არ ვიცი დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ბრალდებულ ცოლ-ქმარს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კურიერში სპორტული სიახლეების დროა, რომელსაც ლაშა დვალეშვილი გავგაცნობს. ლაშა, საღამომშვიდობ. საღამომშვიდობ, ლაშა. დიადათო, მოგესალმებით. 4 დღე გადარჩა ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების დაწყებამდე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული მე-17 ოლიმპიური ფესტივალი 9 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნება. დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს ნაკრები წარადგინეს. დეტალები ლაშა ბერძენიშვილის რეპორტაჟში. ზამთრის სპორტის მოყვარულები დიდი საანახაობის მოლოდინში არიან. საქართველოს ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე ახალგაზრდა სპორტის 8 დისციპლინაში იასპარეზებს. შეჯიბრება საქართველოს 3 ქალაქში: ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. საქართველოსთვის ასეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიება, რომელიც ჩატარდება ზამთრის სპორტის სახეობებში, პირველია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სრულად ზარდება როგორც სპორტული ინფრასტრუქტურით, ასევე ოლიმპიური სოფლის კუთხით, რომ ჩვენი სპორტსმენები ჩამოსულსტურებს უმასპინძლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული ღონისძიება უმაღლეს დონეზე იქნება ჩატარებული და საერთაშორისო ევროპული ოლიმპიური კომიტეტიდან მიღებული იქნება უმაღლესი შეფასება. დღეს ოლიმპიურ კომიტეტში ის 8 ქართველი სპორტსმენი წარადგინეს, რომლებიც ფესტივალზე საქართველოს სახელით მონაწილეობენ. სამთო სათხილამურო, ბიატლონი და ფიგურული სრიალი. ქართველი ათლეტები სპორტის 3 სახეობაში იასპარეზებენ. ნაკრების მედროშეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო იქნებიან. ეს შეჯიბრი მინდა ვთქვა, რომ არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სპორტის განვითარებისთვის. იმისთვის ახალი თაობისთვის, ზამთრის სპორტისთვის და ვფიქრობთ, რომ საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ რაღაც ძალიან მაგარი შედეგი ვაჩვენოთ. უსურვეთ წარმატება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ღონისძიების ჩატარება ერთი და მეორე ის, რომ მოვიზოთ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ზამთრის სახეობაში, რამე თუ მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ფესტივალის მასპინძლობისთვის ყველაფერი მზად არის. მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა თბილისში. ბიატლონისა და თხილამურების რბოლის 3,5 კილომეტრიანი ტრასა ბაკურიანში. მოეწყო ოლიმპიური სოფლები. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ბუნებრივია არა მხოლოდ ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების მიზნებისთვის, თუმცა ეს თავის მხრივ არის დიდი აღიარება იმისა, რომ საქართველოს უკვე გააჩნია ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და შესაბამისი ფედერაციების სტანდარტით აშენებული ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. თუმცა ამავდროულად ამათ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ სპორტის სახეობების შემდგომი განვითარებისთვის ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა არის აუცილებელი. ფესტივალი 9 თებერვალს დაიწყება და 1 კვირა გაგრძელდება. გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიებს ბაკურიანი უმასპინძლებს. კვირას იქნება მართლაც გრანდიოზული გახსნა, ისეთი როგორც ეკადრება მსოფლიოში ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ოლიმპიურ ფესტივალს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები ისევე გამოიჩენენ თავს, როგორც ჩვენი ხელოვანები, რომლებიც წარსდგებიან ამ გახსნის ცერემონიალზე. ფესტივალის განმავლობაში ათლეტები საქართველოს 45 ქვეყნიდან ეწვევა.
თბილისის ახალ საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა. შეჯიბრება სტარტს ხვალიდან 6 თებერვლიდან აიღებს 11 თებერვლიდან. პირველობისთვის ერთმანეთს ვაშთა გუნდები დაუპირისპირდებიან ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისში ზამთრის სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე ევროპის საუკეთესო 6 ახალგაზრდული ნაკრებია ჩამოსული. ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ყველა სპორტულ შეჯიბრზე დასწრება უფასოა. საქართველოს ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ პლოვდივში გამართა და მეტოქე 5-1 დაამარცხა შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდის. სრული უპირატესობით წარიმართა ქართველებმა პირველი ნახევარი 3-1 მოიგეს. მეორე ტაიმში კი კიდევ 2 გოლი გატანა შეძლეს და მასპინძლები დიდი ანგარიში დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ფუტზალის ნაკრები 11 აპრილს კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. 16 აპრილს კი შესარჩევ ციკლს საფრანგეთის ნაკრებთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს. 4 მატჩის შემდეგ ასათიანის გუნდს 9 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე პოზიციაზე იმყოფება. მნიშვნელოვანი თამაშები იყო ჩვენთვის. საჭირო იყო 6 ქულის აღება, რაც მოახერხა ნაკრებმა. მადლობა ამისთვის ბიჭებს. კარგია რომ გაგებით ვეკიდებოდით ამ თამაში, იმიტომ ცხრილიდან გამომდინარე არ უნდა ქონოდა მოდუნების საშუალება. ნელ-ნელა გადავერთოთ კოსოვოს თამაში, რაც ალბათ უკვე ფინალისტ-ოფასი იქნება და კარგია რომ მარტში ერთი ამხანაგური გვიწევს, კარგი სპარინგ პარტნიორი გვეყოლება რუმინეთის სახით და უკვე 11 აპრილისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ. დაწუნათი ადგილისათვის სულ ეს ხო ხვალამდე გემშვიდობით. მადლობა ლაშა. სპორტული ამბები ლაშა დვალიშვილმა გაგვაცნო. ასეთი იყო დღევანდელი დღე 5 თებერვალი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში ახალ სეზონს გახსნის ნინო შუბლაძის ღამის კურიერი. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას. ხვავამდე გემშვიდობით. ნახვამდის.